ანაზღაურება ძალიან მცირეა და ამის გამო იძულებული ვართ ორ ადგილას ვიმუშაოთ. ევროპაში ექთნების სერიოზული დეფიციტია. ვითარება განსაკუთრებით მწვავეა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბულგარეთშიც, სადაც ახლა ვიმყოფები. აი ისეთ კლინიკებში, როგორცაც ჩემს უკან ხედავთ. მიზეზი დემოგრაფიის, სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკური პრობლემების ერთობლიობაა. მათ შორის არის დაბალი ხელფასები და მძიმე სამუშაო პირობებიც. მაინც რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა ევროკავშირში და რა გამოსავალი არსებობს ამ პრობლემით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის. El personal sanitario europeo se enfrenta ევროპაში ჯანდაცვის სექტორი მუშახელის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, ექიმების, ექთნებისა და ბებიაქალების დეფიციტის მაჩვენებელი არსებული გათვლებით 1.200.000 შეადგენს. განსაკუთრებით იგრძნობა ექთნების ნაკლებობა. მათი დიდი ნაწილი საპენსიო ასაკს უახლოვდება, ახალგაზრდები კი ნაკლებად ირჩევენ ამ პროფესიას. ექთნებს ხშირად მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, მათ შორის არის ზეგანაკვეთურ საათებში შრომა, ერთ-ერთთანზე დამოკიდებული პაციენტების მაღალი მაჩვენებელი, დაბალი ხელფასები და ემოციური დაძაბულობა. ექთნები გადაიღალნენ, რის გამოც ბევრი ტოვებს სამსახურს. ეს კი ახალგაზრდებს უკლავს მოტივაციას დაეუფლონ ამ პროფესიას. სამედიცინო კადრების მიზიდვისა და შენარჩუნების კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიმდინარე კონკურენცია კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ბულგარეთი არსებული პრობლემების ნათელი მაგალითია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ექთნების 10% დაკარგა, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში გადავიდნენ უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების აძებნელად. ამ პრობლემის შესახებ კარგად უწყიან ევროკავშირში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა გადამზადების 3 წლიან ახალ და უკეთეს პროგრამაზე, რათა ახალგაზრდები მიიზიდონ ექთნის პროფესიისკენ. enfermería. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთში კარგი საცდელი ნიადაგია იმისთვის, რომ გამოჩნდეს თუ რამდენად ეფექტიანია ეს ინიციატივა ახალგაზრდა პროფესიონალების შენარჩუნების კუთხით. დღეს აქ ექთნის საშუალო ასაკი 53 წელია. ახლად კურსდამთავრებული ექთნების 20% ქვეყანას ტოვებს უკეთესი მომავლის შექმნის იმედით. აი ასეთია ავადმყოფი ჯანდაცვის სექტორის პორტრეტი, რომელიც ცდილობს გადარჩეს. Elsa es una de las 144 ელზა ერთ-ერთია იმ 144 ექთანს შორის, რომლებიც დიდ სახელმწიფოს ავადმყოფოში არიან დასაქმებული. ელზა ორთოპედიის პალატაში მუშაობს. ჯანდაცვის პროფესიულ წრეებში მიღებული საუკეთესო სტანდარტის მიხედვით, ერთ ექიმს 2 ექთანი მაინც უნდა ჰყავდეს. მიუხედავად გასულ წელს ჩატარებული რეფორმისა, ეს ავადმყოფო სტანდარტის მინიმალურ მაჩვენებელზე ბევრად დაბალ დონეზე მუშაობს. mínimo de buenas prácticas. ყოველთვის ვოცნებობდი ექთნად მემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დროს ძალიან დიდი არჩევანი მქონდა. მაგრამ მე ექთნობა მინდოდა. დედაჩემიც ამ პროფესიის იყო, ჩემი შვილებიც ექთნები არიან. ეს კარგ პროფესიად მიმაჩნია. მაგრამ ძალიან ცოტას გვიხდიან და ამის გამო იძულებული ვართ ორ ადგილას ვიმუშაოთ. მე გამოსასვლელ დღეებს მაძლევენ, როცა შემიძლია ოჯახის წევრები ვნახო. პალატაში 24 საათი არ ვართ, მაგრამ ძალიან დიდხანს გვიწევს მუშაობა. ძალიან ვიღლები, ასეთი მძიმე სამუშაო აფრთხობს ახალგაზრდა ექთნებს და ისინი ერთი მეორის მიყოლებით მიდიან. ბულგარეთი ერთ სულ მოსახლეზე არსებული ექთნების რაოდენობით ევროკავშირში ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. ეს კი ხშირად ძალიან დატვირთულ სამუშაო პირობებს გულისხმობს. მე მიყვარს ჩემი საქმე. თავიდან მიჭირდა, მაგრამ როცა შევეჩვიე, აღარ დავანებე თავი. წინ მივდივართ, უნდა დავძლიოთ სირთულეები. გავუმკლავდეთ ყველა იმ გადაულახავ პრობლემას, რომლებიც შეგვხვდება. Sobre el tema temen por sus puestos de trabajo. ევროკავშირის სხვა ექთნების მსგავსად ელზასაც უჭირს ამ საკითხზე საუბარი. სამსახურის დაკარგვის ეშინია. რესურსების იმავე დეფიციტის წინაშე მდგარი გამოცდილი ექიმები უფრო ღიად საუბრობენ საგანგაშო მდგომარეობაზე. Abiertamente la gravedad de la situación. რამდენიმე თვით ადრე, სანამ აქ მოვიდოდი, 4 ადგილას ვმუშაობდი. ეს დაახლოებით კვირაში 160 საათს ნიშნავს. ექთნებსაც იგივე პრობლემა აქვთ. კარგი ექთანი რომ გახდეთ, რო გჭირდება. ამიტომ კადრების დეფიციტის შევსებაზე ზრუნვას თუ ახლავე დაიწყებ, მას 10 წლის შემდეგ აღმოფხვრი. ამას დაუყოვნებლივ ვერ გადაჭრი.
cannot fix it now. რთული წლის დასრულების შემდეგ ელზა იმაზე იწყებს ფიქრს, თუ რის ფასად უჯდება თავისი საყვარელი პროფესია. En su adorada profesión. Болгария может быть наш труд не се оценява. ჩვენი საქმე ალბათ არ არის სათანადოდ დაფასებული ბულგარეთში. უსამართლო მოპყრობის უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგრამ თავს რაღაცნაირად მართლა დაუფასებლად თვლი, როდესაც 12 საათი მუშაობ და შენთვის არც დღესასწაულებია, არც უქმეები, არც ოჯახთან ერთად გატარებული საღამოები. არა, ეს ყველაფერი კი ფინანსურ საკითხამდე დადის. Аналитика всичко опира и финансовата част. ბულგარეთის ჯანდაცვის სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს 17000 ექთანი სჭირდება. ქვეყანას კი ბევრად ნაკლები ხავს. მაინც როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ან სულ მცირე გაუმჯობესდეს მაინც. ამ კითხვით ბულგარეთის ჯანდაცვის მუშაკთა ასოციაციაში მივედით, რომელსაც 32000 წევრი ხავს. მილკა ვასილევა ასოციაციის პრეზიდენტი კლინიკაში ექთნად 53 წელი მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ექთნის საქმე მნიშვნელოვანია და ის შესაბამისად უნდა დაფასდეს. Desde hace 43 años. ექთნის მთავარი ფუნქცია პაციენტზე ზრუნვაა, მისი ხარისხიანად მოვლა და არა უბრალოდ სამედიცინო პროცედურების ჩატარება. ძალიან ხშირად ექიმები სამედიცინო ტერმინოლოგიის ენაზე საუბრობენ, რომელიც პაციენტისთვის სრულიად გაუგებარია, მაგრამ ექთნების არსებული დეფიციტის გამო ჩვენი ეს ფუნქცია გაუქმებულია. აღარავინ უწევს პაციენტს ადამიანურ თანადგომას. ამის დრო უბრალოდ არ რჩება. ჩვენი გათვლების მიხედვით ექთნები ბულგარეთში რომ დარჩნენ, საწყისი ხელფასი არსებული მინიმალური ანაზღაურების სულ მცირე სამაგიოდენობა უნდა იყოს. რისი გაკეთება შეუძლია ევროკომისიას. უკვე ვნახეთ, რომ მრავალი დეკლარაცია სხვადასხვა ფინანსური თუ სხვა ტიპის დოკუმენტი გაუგზავნეს წევრ ქვეყნებს. ბულგარეთს ევროკავშირის მხოლოდ ერთი სემესტრის ანგარიშშიც კი მკაფიოდ წერია, რომ ჯანდაცვაში ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, რათა ექთნება შეძლონ იმის გაკეთება, რისთვისაც მოამზადეს. და ეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში შრომას კი არ გულისხმობს, არამედ მის მიღმა პაციენტზე ზრუნვასაც, რაც ამჟამად არ ხდება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ დაფინანსების გარდა ევროკავშირის დონეზე აუცილებელია სტრატეგიის შემუშავებაც, რომელიც გააუმჯობესებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დაგეგმარება, კადრების შერჩევა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და პროფესიული კუთხით განვითარება.